ეს არის ნამდვილად პირველი შემთხვევა ისტორიაში, როცა ჩვენს ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელიც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ სანქცირებული. ირაკლი კობახიძეს გომელაურის რაზმის ლიდერებთან ერთად პირდაპირ ადანაშაულებენ საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. რამდენიმე წუთის წინ გამოაქვეყნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარ სოციალურ ქსელში განცხადება, სადაც საკნად წერს, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო ესტონეთმა, თუმცა ეს არის მხოლოდ დასაწყისი და დიდი ალბათობით ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც სწორედ ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ გასულ კვირას 11 პირიანი სანქცირებულთა სია გამოაქვეყნა ლიეტუამ, ლატვიამ და ესტონეთმა. ამ სიაში იყო ოლიგარქი და ასევე ის ადამიანები, ვინც უშუალოდ არბევენ რიგით მოქალაქეებს, მშვიდობიან დემონსტრანტებს. ახლა კი საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის სანქცირებულთა სიაში. მოვისმინოთ პოლიტიკური შეფასებები და ის განცხადება, რომელიც რამდენიმე წუთის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაქვეყნა. ესტონეთმა დაასანქცირეს საქართველოს ხელისუფლების კიდევ 14 წარმომადგენელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობა პროტესტის მონაწილეებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციონერ ლიდერებზე არის კრიმინალი და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი. მოუწოდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოქმედებაზე გადავიდნენ. მივესალმები ესტონეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას ყველა დამნაშავე მოძალადემ, ყველა გამყალბებელმა ქართველი ხალხის ნების უნდა იცოდეს, რომ მათ მიმართ იქნება ყველა ქმედება დემოკრატიული ქვეყნებისგან გამოყენებული, რომ შეწყვიტონ ეს ძალადობა და რაც მთავარია, შეეშვან ქართველი ხალხის ნების გაყალბებას. მომავალ კვირაში დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი სიახლე ექნება მოძალადეებს, რომელიც მათ დაუმძიმებს ყოველდღიურ ცხოვრებას და რაც მთავარია, სისტემა აუცილებლად ჩამოიშლება და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი იზეიმებს დიდ გამარჯვებას. ახალი სანქციები ესტონეთის ირაკლი კობახიძე 14 პირზე კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ძალადობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და წამების მეთოდები, რომელსაც ივანიშვილის ოცნება იყენებს დემოკრატიის ავტორიტარიზმის საბოლოო ჯამში გარდასაქმნელად, არ იქნება დაუსჯელი და მათ შორის მოწოდება, რომ ევროკავშირმა აიღოს მაგალითად მათ შორის მათი სანქციები და მათ შორის პროცესი, რომელსაც აგრძელებს საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია, არის იმის დასტური, რომ ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი დაუსჯელი არ დარჩება დასავლეთის მხრიდან. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა მოქმედებაზე რომ არის გადასული ამერიკა, ეს ყველასთვის ცნობილია. დამატებით 20 კაცი არის სიაში, რომელსაც საზღვარზე გადაადგილება აღარ შეიძლება შტატებში. მათთვის არის სამუდამოდ ჩაკეტილი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, არიან ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის სავიზო შეზღუდვა, ამ სიის წევრების ჩამონათვალი არის უცნობი და არ არის გასაჯაროვებული ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის. აქ საინტერესო არის ის გარემოება, რომ ამერიკელი ანალიტიკოსები მოუწოდებენ ახლა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ უფრო მეტ აქტიურობაზე უნდა გადავიდეს შტატები და ფინანსური სანქციები უნდა დაუწესონ იმ ადამიანებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ პასუხისმგებლობას საქართველოს მოქალაქეების მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე, იმ ადამიანების, რომლებიც ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის იბრძვიან და სავარაუდოდ სწორედ ეს ფინანსური სანქციები, რომელიც ყველანაირ გადარიცხვას შეუზღუდავს უკვე ოცნების მაღალჩინოსნებს, ძალიან მალე ამოქმედდება. ფიქრობ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტს სურს დაელოდოს და ნახოს, რა გავლენა ექნება ამ ნაბიჯებს და ყველა შესაძლებლობა ერთდროულად არ გამოიყენოს. ის იტოვებს უფლებას სამომავლოდ გააძლიეროს სანქციები და გახადოს ისინი ეკონომიკური ან კრიმინალური. მე ვნახე სენატორ ჯინ შაჰინის გამოსვლა, სადაც მან თქვა, რომ ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები უნდა დააწესოს. ეს ალბათ მაგნიტსკის გლობალური აქტის ფარგლებში მოხდებოდა. ხაზინის მიერ დაწესებული სანქციები შესაძლოა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო იყოს. მათ ასევე შეიძლება ჰქონდეთ პირადი ეკონომიკური შედეგები სანქცირებულ პირებზე და ან მთავრობაზე. სავიზო შეზღუდვებს უნდა გავცდენოდით. უნდა დაწესდეს ეკონომიკური სანქციებიც იმ ოფიციალური პირებისთვის, ვინც სამოქალაქო პირებს არბევს. ერთ-ერთი პრობლემა სამოგზაურო ვიზებთან დაკავშირებით ისაა, რომ არ ვიცით ის ვის ეხება. მესმის ორივე მხარეს მყოფთა არგუმენტები, მათიც, ვინც ამბობს, რომ სახელების საჯარო არ უნდა იყოს. მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს და ყველა უნდა იფიქროს, არის თუ არა ისიც ამ სიაში. მაგრამ იმაშიც ვხედავ ღირებულებას, რომ საჯაროდ დასახელდნენ ამ სიაში მყოფები, რათა ქართულმა ხალხმა იცოდეს, ვინ არის ამიზნე და ვინ არიან ისინი, ვინც პასუხისმგებელია დემონსტრანტებზე თავდასხმაში.
ცნობილია, რომ ქართული ოცნების ლიდერებს ყავს მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მოკავშირე, რომელიც შეიძლება აფერხებდეს ევროკავშირის მხრიდან ასამოქმედებელ სანქციებს, თუმცა მიხაილ როთმა განაცხადა ასეთი რამ, რომ თუკი სამი ქვეყანა, გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი შეთანხმდებიან საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ დასაწესებელ სანქციებზე, მაშინ უნგრეთი ამ სანქციების ამოქმედებას ხელს ვეღარ შეუშლის და მე ასევე ვეტყვი მაყურებელს, რომ ორშაბათ დღეს, ანუ ხვალ არის ბრიუსელში მსჯელობა იმ მეთოდებთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ და სავარაუდოდ სწორედ ახალი სანქციების ამოქმედებასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა.